საფარქვეშ ჯონ ბევირი ნაწილი მეორე ღვთის უშუალო მფარველობა თავი მესამე ცოდვის განსაზღვრება ეკლესია ხშირად აცდება ხოლმე ცოდვის უმთავრეს განსაზღვრებას მის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე წარმოდგენა არ გვაქვს მცირე ხნით რაღაც თამაშს შემოგთავაზებთ უკეთესი სახელწოდების არ ქონის გამო ფსიქოლოგისა და პაციენტის თამაში ვუწოდოთ თქვენ სავარძელზე დაწოლილი პაციენტი ხართ, ხოლო მე თქვენს გვერდით სკამზე მჯდომი ფსიქოლოგი. სიტყვას ვახსენებ და თქვენ უნდა მიპასუხოთ რა ასოციაცია გიჩნდებათ მის გაგონებაზე. მზად ხართ? აი სიტყვა, ცოდვა. რა მოგივიდათ თავში პირველად? სოფლიო მასშტაბით არაერთ მორწმუნესა და წინამძღოლთან საუბრის შემდეგ შემიძლია გამოვიცნო, რა მოსდით თავში პირველად ამ სიტყვის გაგონებაზე. შესაძლოა იფიქროთ მრუშობაზე, გარყვნილებაზე, ან სექსუალური ქცევის რომელიმე ფორმაზე. საკმაოდ ხშირად მესმის ეს სამწუხარო წინადადება. ცოდვაში ჩავარდა. როგორც წესი იგულისხმება, რომ წინამძღოლმა სექსუალური ცოდვა ჩაიდინა. ამბის მომტანს მეტი არაფრის თქმა არ სჭირდება, ისედაც ვხვდები, რას გულისხმობს. საეკლესიო წრეებში ამაზრმა მყარად მოიკიდა ფეხი და ცოდვის ხსენებაზე ყოველთვის ზემოხსენებული ასოციაცია ექმნებათ. შესაძლოა თავში სიმთვრალე ან წამალდამოკიდებულება ამოგიდივდივდათ. მორწმუნეებისთვის ეს ცოდვები ძირითად კატეგორიაში შედის. იქნებ აზარტული თამაშები, მკვლელობა, ქურდობა ან ჯადოსნობა გახსენდებათ. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ შესაძლებელია ცოდვების კატეგორიაში სიძულვილი, უთანხმოება, შურიან უპატიებლობაც შეიყვანოთ. ვფიქრობ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სია საკმაოდ გაიზარდა. ძირითად განსაზღვრებაზე წარმოდგენის არ ქონა. ვინაიდან ამ საქმეს მცირეოდენი ნათელი მოვფინეთ, ნება მომეცით ვთქვა, ადამი ბაღში ვიღაც უცხო ქალს როდი ჩაეხუტა ლოგინში და არც მარიხუანა გაუბორლებია. მიუხედავად ამისა, მისი ცოდვა იმდენად სერიოზული იყო, რომ მთელი კაცობრიობა ტყვეობასა და ბორკილებში მოაქცია. ცოდვის განსაზღვრებისთვის აუცილებელია ადამის ვითარების შესწავლა. რადგან მისი შეცოდების ბუნება მთელი კაცობრიობის სისხლძარღვებში მიეტინება. რა გააკეთა ასეთი, რომ ამხელა ნგრევა მოუტანა ადამიანთა მოდგმას? მარტივად რომ ვთქვათ, ის არ დაემორჩილა ღვთისნათქვამს. ერთი წუთით დაფიქრდით ამაზე. სულაც არ ვამბობ, რომ წეღანდელი ჩამონათვალი ცოდვას მოკლებულია, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს. ეკლესია ხშირად ცდება ცოდვის მთავარ განსაზღვრებას. მის რეალურ მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ. ამ არსებითი კავშირის გარეშე საცდურში აღმოუჩნდებით, რომლის განხილვას მოცემულ თავში ვაპირებთ. ნება მომეცით კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო. დავუშვათ, თქვენი გაგება ადამიანის ავადმყოფობის შესახებ შემოიფარგლება სხეულის ტემპერატურის 37 გრადუსამდე აწევის ძირითადი მაჩვენებლით, რასაც თან ახლავს ზოგადი სისუსტე, ხველა, ცემინება და ღებინება. 7 წლის ასაკში ასეთი იყო ჩემი სრული ცოდნა ავადმყოფობის შესახებ. როცა ჩემს საყვარელ 14 წლის დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის სასწრაფოდ გაასინჯეს ექიმებს და რამდენიმე კვირა საავადმყოფოში წიწვა. დედამ ასე ამიხსნა: ჯონი, შენი და მძიმედ არის ავად. მიუხედავად ამისა, მას არც სიცხე ჰქონდა და არც ახველებდა, ან აცემინებდა. ვერ გამეგო, რატომ იყვნენ ასე აღელვებული დედმამა და უფროსი და. ვერ გავიაზრე მისი დაავადების სერიოზულობა, რადგან ჩემი აღქმა იმ დროისთვის მხოლოდ გონებაში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას ეყრდნობოდა. ვითარება მანამ ვერ გავაცნობიერე, სანამ პირველი კლასის სასწავლო ოთახიდან არ გამომიყვანეს. სახლში არ წამიყვანეს და ჩვენს მისაღებ ოთახში დედმამის გვერდით მჯდარი მღვდელი არ დავინახე. მაშინ მითხრეს, რომ და გარდაიცვალა. მივხვდი, რომ ის ძალზე ავადყოფილა. მთელი იმ თვეების მანძილზე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. რადგან ავადმყოფობის შესახებ ჩემი განსაზღვრება მისი მხოლოდ ერთი ასპექტით იყო შემოფარგლული. კითხვები დავსვი და უფრო მეტის გაგება მოვინდომე. ვისწავლე, რომ ავადმყოფია სუსტი ჯანმრთელობის პატრონი ან რაიმე სნეულების მქონე ადამიანი. იმ დღიდან მოყოლებული ავადმყოფობას იგივე საზომებით აღარ ვუდგებოდი და გავაცნობიერე მისი ნამდვილი განსაზღვრება. ცოდვის ნამდვილი მნიშვნელობა. ეკლესიაში ბევრ ადამიანს ზუსტად იგივე წარმოდგენა აქვს ცოდვაზე. ხშირად გვაკლია მისი რაობის მთავარი განსაზღვრება.
წინ რომ წავიდეთ, უნდა ვნახოთ, რას ამბობს მის შესახებ წმინდა წერილი. ბიბლია აცხადებს: ცოდვა ურჯულოებაა. 1 იოანეს 3:4 მოხლი. ურჯულოების აღნიშნული ბერძნული სიტყვა გახლავთ ანომია. თეიერის ბერძნული ლექსიკონი ასეთ განმარტებას გვაწვდის: კანონის გარეშე არსებობის მდგომარეობა, მისი უცოდინარობის ან უგულებელყოფის გამო. მარტივად რომ ვთქვათ, ურჯულოება ნიშნავს ღვთის კანონების და ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობას. ვაინსის ლექსიკონი აცხადებს, რომ ეს მუხლის სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას გვაწვდის. ის განაგწობს: ცოდვის ასეთი განმარტება მის არსებით ბუნებას გამოკვეთს, რაც ღვთის მცნებისა და მისი ნების უარყოფასა და საკუთარი ნებით ჩანაცვლებაში მდგომარეობს. ამ განსაზღვრების დასადასტურებლად იესოს ერთ იგავს გადავხედოთ. იგი რამდენიმე ადამიანთან ერთად ჭამდა. ამ დროს ერთ-ერთმა თქვა: ნეტარია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს. ლუკას 14:15 მოხლი. უფალმა ეს ნათქვამი გამოიყენა და განმარტა, ვინ შეჭამდა კრავის საქორწილო სუფრიდან. მან ასე დაიწყო: ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია. სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. ლუკას 14:16 და 17 მოხლი. ვახშმის გამმართველი მამა ღმერთია, ხოლო მონა თავად იესო ქრისტეა. მონის მხოლობითი რიცხვი კიდევ უფრო აძლიერებს ამ განმარტებას. წმინდა წერილი აცხადებს, ღმერთი ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით. ამ უკანასკნელ დროებში კი გველაპარაკა ძის მიერ. ებრაელთა პირველი თავის 1 და 2 მუხლი. იესოა ჩვენი ორატორი, ვინც გადაგებს, ასწავლის, ან წერს, ახალი აღთქმის პერიოდში უფლის სახელით უნდა ლაპარაკობდეს. უნდა გვესმოდეს, რას გვეუბნება იგი და ზუსტად გადავცეთ სხვებს. ამიგავში მოცემულია მამისნება. მობრძანდით, ყველაფერი მზად არის. ეს განაცხადი ეხება უკვე მოწვეულ ადამიანებს, ანუ ეკლესიას და არა ურწმუნოებს, რომელთაც არასოდეს სმენიათ სახარება. და მაინც ამ ადამიანებს საპატიო მიზეზები მოჰყავდათ წასვლისგან თავის ასარიდებლად. ერთი ამბობს: 200 გრამი არაყი და რამდენიმე მარიხუანის სიგარეტი მაქვს. საღამოს ნარკოტიკებსაც გავუსინჯავთ გემოს. ძალიან მინდა იყოფნა და გთხოვ პატიო. მეორე ამბობს: ლას-ვეგასის სრულად დაფინანსებული მოგზაურობა მოვიგე. გარდა ამისა, $5,000 მაქვს მეძავების დასაქირავებლად და კაზინოში სათამაშოდ. ძალიან მინდა იქ წასვლა, ამიტომ მაპატიე, რომ ვერ მოვალ. მესამე ამბობს: ჩემი მდივანი შემიყვარდა და ამ კვირას ერთად მოგზაურობას ვგეგმავთ ჰავაის ერთ-ერთ კურორტზე, სადაც სიყვარულით დავთვრებით. გთხოვ ჩემს ცოლს არაფერი უთხრა. მას ჰგონია, რომ საქმიანი ვიზიტით მივდივარ. მოკლედ ვერ მოვალ. ნუ თუ ამას ამბობდნენ ისინი, ბიბლიას თუ წაიკითხავთ, სრულიად სხვა პასუხებს ნახავთ. მოდით გავარჩიოთ თითოეული მათგანი. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე. ახლა მე მაქვს კითხვა: სანამ წინ წავიდოდეთ, არის თუ არა მიწის შეძენა საფუძვლიანი ცოდვა? თუ ასეა, მრავალი ჩვენგანის შავდღეში ყოფილა. პასუხია არა. ეს ყველამ ვიცით, მოდით ერთხელ კიდევ გადავხედოთ, რას ამბობს ის: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე. გთხოვ პატიო. მუხლი 18. როგორც აღნიშნე, მიწის ყიდვა ცოდვა არ არის, მაგრამ ქონების შეძენით დაინტერესება ღვთის სიტყვის მეყსეულ მორჩილებაზე მნიშვნელოვანი რომ ხდება, მაშინ ის ცოდვის კატეგორიაში შედის. ეს ურჯულოებაა. ის ღვთის ძალაუფლებას არ ემორჩილება. მომდევნო წვეული სულაც არ იყო გართული აზარტულ თამაშებსა და მეძავებში. მან თქვა: 5 უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე. გთხოვ პატიო. 19 მუხლი. ნუ თუ ხარის ან არსებობისთვის საჭირო რაიმე მოწყობილობის ყიდვა ცოდვაა, რასაკვირველია არა, მაგრამ წარმოება და ბიზნესი თუ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე ღვთის სიტყვის დაუყოვნებელი მორჩილება, მაშინ ეს ცოდვაა. გახსოვდეთ, რომ ადამს ედემის ბაღში ჰომოსექსუალი მეძავი არ დაუქირავებია. ის უბრალოდ არ დაემორჩილა ღვთის ნათქვამს. მესამე წვეულმა თქვა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლა. 20 მუხლი. ცოლის შერთვა ცოდვაა? არა. რა თქმა უნდა არა. ასე რომ ყოფილიყო, ბევრი ჩვენგანი ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა. მიუხედავად ამისა, თუ მეუღლის საამებლად რაიმეს კეთება ღვთისნების აღსრულებაზე მნიშვნელოვანია, ცოდვასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ედემის ბაღი. ევაც დუნებულ იქნა,
მეორე კორინთელთა მე-11 თავის მე-3 მუხლი. მაგრამ ადამის ამბავი სულ სხვაგვარად იყო. ადამი კი არ მოტყუებულა. პირველი ტიმოთეს მეორე თავის მე-14 მუხლი. როცა ლაპარაკია ადამის სოდვაზე, წმიდა წერილი გვეუბნება, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი. რომაელთა მე-5 თავის მე-19 მუხლი. ადამმა დაუმორჩილებლობა გამოიჩინა, რადგან მის ცოლს უკვე ნაჭამი ჰქონდა ხის ნაყოფი და უნდოდა ქმარსაც გაესინჯა. მან ცოლისთვის სასურველი არჩია ღვთის ძალაუფლების მორჩილებას. ეს ცოდვაა. ადამის დაუმორჩილებლობის შედეგად ბევრი გახდა ცოდვილი. ან ამის თქმა სხვაგვარადაც შეგვიძლია. ბევრი გახდა ურჯულო და ღვთის ძალაუფლების ურჩი. ეს არის ნამდვილი ცოდვა. იგავის ამ ნაწილში იესომ გვაჩვენა, როგორ ამჯობინებს ადამიანი ცოლთან ურთიერთობას ღვთის სიტყვის დაუმორჩილებლობის ხარჯზე. ახლა მოусმინეთ, რა თქვა იესომ იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავაზიანი ბოდიში მოიხადეს, მაგრამ მოწოდებას არ მიყვნენ და ღვთის ძალაუფლებას ეურჩნენ. რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს. ლუკას მე-14 თავის 24 მუხლი. რა მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებს აღარ დაუშვებდნენ საქორწილო ვახშამზე, თუმცა თავდაპირველად პატივით იქნენ მოწვეულნი. მათ კრავის საქორწილო ვახშამზე დასწრების უფლება სექსუალური ცოდვის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო კი არ დაკარგეს, არამედ ღვთის სიტყვის უბრალო დაუმორჩილებლობის გამო. რატომ გვიკვირს? თუ კარგად დავფიქრდებით, განა ეს არ იყო ადამიანის ურჩობის არსი, რამაც კაცობრიობას მსჯავრის უდიდესი შედეგები მოუტანა. ნუ თუ საინტერესო არ არის, რომ ამიგავში ვერ ვხედავთ წამალდამოკიდებულებს, მეძავებს, სუტენიორებს, ლოთებს, მკვლელებს, ან ქურდებს. ნუ თუ მართლა არ არიან, ეს აზრი მცდარია. თუ კითხვას განაგრძობთ, შენიშნავთ, რომ სახური ბატონს ანგარიშს აბარებს და ყველა მიზეს ჩამოუთვლის. სახლის პატრონი მას მითითებას აძლევს, გადი გზებზე და ორღობეებში. დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი. ლუკას მე-14 თავის 23 მუხლი. გზებსა და ორღობეებში მდგარი ადამიანები არიან სწორედ ის მეძავები, აძირალები, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, ლოთები და სხვანი. ოჰო, ისინი არიან იგავში, მაგრამ კარგი მხრიდან. უფალმა იცის, რომ უკანასკნელ დღეებში ბევრი ასეთი ადამიანი გააცნობიერებს ცხოვრების ამაოებას, რომელსაც მათთვის მწუხარების გარდა არაფერი მოაქვს. მათ მობეზრებული აქვთ წვეთის წინააღმდეგ ცემა. როცა ასეთები ბატონის ხმას გაიგებენ, დაუყოვნებელი მორჩილებით პასუხობენ. ამის საპირისპიროდ მოწვეულები და ეკლესიის წევრები თავს ღვთისმოსავ ადამიანებად მიიჩნევენ, რომელთაც ღვთისმადლი იცავთ, თუმცა ღმერთს მაშინ ემორჩილებიან, როცა ეს მათთვის მოსახერხებელია და წინასწარ დაგეგმილი გრაფიკი, კურთხევა ან სიამოვნება არ ირღვევა. ისინი ადამიანთან აღმოჩნდებიან ღვთის დიდებული თანდასწრებიდან გამოდევნილები. წავალ ბატონო. საქორწილო ვახშმის იგავში ცოდვის ნამდვილი განსაზღვრება ვლინდება, როგორც ღვთის ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. იესომ ეს ცხადი გახადა კიდევ ერთი იგავის მეშვეობით, რომელიც კითხვით დაიწყო. აბა რა გგონიათ? მისი მეშვეობით იესოს გარეგნული ღვთისმოსაობით შემკობილი მსმენელების ღრმად დაფიქრება და პასუხებში ჭეშმარიტების დანახვება სურდა. იესომ კაცზე ისაუბრა, რომელსაც ორი ძე ჰყავდა. მამამ პირველ ძეს მიმართა და უთხრა, მივიდა პირველთან და უთხრა, შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მან უპასუხა, არ მინდა ბატონო. მერე ინანა მიატოვა თავისი საქმეები და ვენახში სამუშაოდ წავიდა. შემდეგ მამა გავიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა, წავალ ბატონო. კეთილშობილი ძის პასუხს ჰქონდა და ნამდვილად მამის პატივსაცემად უთხრა ასე, მაგრამ იესომ თქვა, რომ არ წავიდა. ამის შემდეგ უფალმა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ადვილად საპასუხო კითხვა დასვა. იმ ორთაგან, რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება. მსმენელთა ჯგუფმა, რომელსაც მან მიმართა, სწორად უპასუხა, პირველმა. შემდეგ იესო საკითხის არსს მიადგა და თქვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღვთის სამეფოში. მათეს 21 თავის 22 მუხლიდან 31 მუხლის ჩათვლით. ცხადია, ყველა მშობელს სურს, რომ მისმა ძემ თქვას, კარგი წავალ ბატონო, და სიხარულით წავიდეს არა მარტო მორჩილების გამო, არამედ თავადაც სურდეს ამის გაკეთება. თუმცა იგავმა იქ მყოფ წინამძღოლებს დაანახა,
რომ ცოდვის უმთავრესი მნიშვნელობა ღვთის ძალაუფლების ურჩობა იყო. ცოდვა არ არის მხოლოდ მრუშობა, მკვლელობა, ქურდობა და ასე შემდეგ. წინამძღოლები სიამაყით და თავდაჯერებულობით მივიდნენ, რადგან მათ დიდ ცოდვებში ვერ გამოიჭერდით. მიუხედავად ამისა, ცოდვის შეზღუდული განსაზღვრების გამო ადვილად მოტყუვდნენ და თავი ამოყვეს ღვთიური ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობით ცოდვაში, რომლისგან თავის არიდებასაც ასე ბეჯითად ცდილობდნენ. რა ხდება დიდ ცოდვებთან დაკავშირებით? თუ ბიბლიას გადავხედავთ, იგივე სათქმელს არაერთხელ შევხვდებით. ალბათ ფიქრობთ, მას რა ხდება ტყუილთან, ლოთობასთან, მრუშობასთან, ქურდობასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. ნუ თუ ამას ცოდვა არ ქვია, რა საკვირველია? ისინიც ღვთის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება. სწორედ ღმერთი გვეუბნება, რომ მოვიშოროთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვას. ეფესელთა მეოთხე თავის 24 და 25 მუხლი. რაც შეეხება სიმთვრალეს, იგი ამბობს: ნუ დათვრებით ღვინით. ეფესელთა მეხუთე თავის მე-18 მუხლი. ღმერთი ასევე გვაფრთხილებს მრუშობასთან დაკავშირებით გაეკეცე სიძვას. 1 კორინთელთა მე-6 თავის მე-18 მუხლი. რა ხდება ქურდობასთან დაკავშირებით? ბიბლია მითითებას გვაძლევს. მომპარავი ნუღარ მოიპარავს. ეფესელთა მე-4 თავის 22 მუხლი. მკვლელობაზე გვეუბნებიან: ყოველი ვისაც ზულს თავისი ძმა, კაცის მკვლელია, ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცის მკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე. 1 იოანეს მე-3 თავის მე-15 მუხლი. ახალი აღთქმა ხაზგასმით ამბობს, რომ ამ ცოდვების ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. 1 კორინთელთა მე-6 თავის მე-9-დან მე-11 მუხლის ჩათვლით. გალატელთა მე-5 თავის მე-19 მუხლიდან 21 მუხლის ჩათვლით. გამოცხადების 21 თავის მე-8 მუხლი. მიუხედავად ამისა, მხედველობიდან ნუ გამოგვრჩება ფაქტი, რომ ყოველგვარი ცოდვა დამანგრეველია და არა მხოლოდ ისინი, რომელთაც დიდ ცოდვებად მიიჩნევენ. მოდით დავუბრუნდეთ ფსიქოლოგისა და პაციენტის თამაშს. ტახტზე წამოწოლილი პაციენტი, რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული ცოდვის რაობა, მარტივად პასუხობს ღვთის ძალაუფლების მიმართ ურჩობა. მას გააზრებული აქვს კავშირი ცოდვასა და ურჯულოებას შორის. ურჯულოების დღეები. მოწაფეებმა იესოს კითხვა დაუსვეს წუთი სოფლის დასასრულის შესახებ. მან ჩამოთვალა მოვლენები, რომელთაც ადგილი ექნებოდა ბოლო ჟამს და აღწერა, რა ვითარებები იქნება გამოკვეთილი მისი მეორედ მოსვლის წინა პერიოდში. ერთ-ერთი მათგანი ასეთი გახლავთ: და რა კი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. მათეს 24 თავის მე-12 და მე-13 მუხლი. სადაც კი ვსვამ კითხვას, მიესადაგება თუ არა ეს მდგომარეობა თანამედროვე საზოგადოებას, მსმენელები ხელს წევენ და თავს მიქნევენ თანხმობის ნიშნად. მრავალი ადამიანი ჩვენს საზოგადოებას ცოდვილად მიიჩნევს. ერთეულები თუ ეჭობენ, რამდენად ზუსტია ეს შეფასება. თუმცა იესო იმ განაცხადში საზოგადოებას არ გულისხმობდა, არამედ ეკლესიას აღწერდა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, როგორ მივედი ამ დასკვნამდე. კეთილი. 2 მუხლის 2 გამორჩეული ფრაზა მეტყველებს, რომ მას ეკლესია ჰყავდა მხედველობაში და არა საზოგადოება. პირველი გახლავთ საკვანძო ფრაზა: ბევრს გაუნელდება სიყვარული. სიყვარულის აღნიშნული ბერძნული სიტყვა გახლავთ აგაპე. ვაინი, რომელიც ბერძნული ექსპერტი გახლავთ, წერს, რომ აგაპე გამოიყენება სულიწმიდის გამოცხადებით აქამდე უცნობი იდეის გამოსახატავად. გაიხსენეთ იესოს ნათქვამი: ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ. აგაპაო. ზმნა არსებითი სახელიდან აგაპე. ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იოანეს მე-13 თავის 34 მუხლი. ასეთი სიყვარული უცნობი იყო კაცობრიობისთვის. თავად იესომ წარმოადგინა ის ქვეყნიერებაზე, რომელიც განსაზღვრა ფრაზით, როგორც მე შეგიყვარეთ. ვინაიდან განაგრძობს და ამბობს, ამგვარი სიყვარული გულისხმობს სრულყოფილი პიროვნების ღრმა და მუდმივ სიყვარულსა და ინტერესს სრულიად უღირსი ობიექტების მიმართ. არსებითად, ის ღვთის უპირობო სიყვარულზე ლაპარაკობს, რომელიც ჩვენს გულებში სულიწმიდა მჩაღვარა და იესოს ნათქვამის თანახმად, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთი სოფელს, რომელთა მე-5 თავის მე-5 მუხლი. იოანეს სახარების მე-14 თავის მე-17 მუხლი. არსებითად, ასეთი სიყვარული მხოლოდ მათშია, ვინც იესო ქრისტეს საკუთარ მხსნელად მიიღო. სხვა ბერძნული სიტყვებიც არსებობს, რომლებიც
ახალ აღთქმაში სიყვარულად ითარგმნება, თუმცა მათი გამოყენება ურწმუნოების მიმართაც შეიძლება. ასეთია სიტყვა ფილეო. ვაინის თანახმად ეს სიტყვა უნდა განვასხვაოთ აგაპაოსგან, რადგან ფილეო უბრალოდ ნაზ გრძნობებს ასახავს და არასოდეს გამოიყენება მცნების აღსანიშნავად, რომ ადამიანს უყვარდეს ღმერთი. აგაპესგან განსხვავებით ფილეო მხოლოდ მორწმუნეების მიმართ არ გამოიყენება. იესოს განაცხადში და რა კი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული, გამოყენებულია არა ფილეო, არამედ აგაპე. იესოს სიტყვები არ ეკუთვნოდა საზოგადოებას. იგი ეკლესიაზე ლაპარაკობდა. იგი გვაფრთხილებდა, რომ უკანასკნელ დღეებში ეკლესიაში ურჯულოება გამრავლდებოდა. შეუძლებელია იესოს სხვა მსგავსი განცხადების უგულებელყოფა. ერთ-ერთ მათგანს მათეს სახარებაში ვხედავთ. ყველა ვინც მეუბნება უფალო, როდის შევაცათა სამეფოში? არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს. მათეს მე-7:21 მუხლი. ეს განცხადება აუქმებს ჩვენს კონცეფციას და განსაზღვრებას, თუ ვინ არის დახსნილი. ასე გვასწავლეს და დარწმუნებული ვართ, რომ ცოდვილის ლოცვის წარმოთქმის შემდეგ ზეცაში ადგილი გარანტირებული გვაქვს. უგულებელყოფილია ან ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ მისი მცნებების დაცვის ბრძანებას. ეს არასრული სახარების სიტყვა ბევრს აცდენს გზიდან და ზედაპირული მორჩილებისკენ უბიძგებს. იესომ თქვა, რომ ზეცაში იქნებიან ისინი, რომლებიც ღვთისნებას აღიარებენ და ასრულებენ, ანუ მის მცნებებს იცავენ. ჭეშმარიტი მადლი მოგვეცა გასაძლიერებლად, რომ დავემორჩილოთ მის მოთხოვნებს. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ამას საუკეთესოდ გადმოსცემს. შევინახოთ მადლი, რომლითაც სათნოთ ვემსახურებით ღმერთს. ებრაელთა მე-12:22 მუხლი. მადლი გვაძლიერებს, რომ ვემსახუროთ ღმერთს მისთვის მისაღები ფორმით, რაც მის ნებას შეესაბამება. იესო განაგზობს. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო. განაშენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განაშენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განაშენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასაულს. მათეს სახარების მე-7:22 მუხლი. აქ ნახსენებია მრავალი და არა ერთი-ორი ადამიანი. გახსოვთ სიტყვა ბევრი წინა განაცხადში. ბევრს გაუნელდება სიყვარული. ეს მრავალი ადამიანი ეტყვის იესოს, უფალო. განაშენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განაშენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს, განაშენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასაულს. ურწმუნოს არ შეუძლია დემონის განდევნა იესოს სახელით. საქმეების მე-19:13 მუხლიდან მე-17 მუხლის ჩათვლით. ამრიგად, ვიმეორებ, რომ აქ ლაპარაკია ეკლესიაზე. შემდეგ იგი მაღიარებელ ქრისტიანებს ეტყვის, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. მათეს მე-7:23 მუხლი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი ურჯულოების მოქმედნი არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი ცხოვრების წესი საქორწინო ვახშმის იგავში ნახსენებ წვეულთა ქცევის ანალოგიურია. მათ ჩვევაში გადაეზარდათ საკუთარი გრაფიკის, სიამოვნებისა და გეგმების ბატონის ცნებების დაცვაზე მაღლა დაყენება. დღეს ეს ნორმალურ, ანუ ბუნებრივ ქმედებად ითვლება. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მისი უფლობის აღიარების შესაბამისად არ ცხოვრობენ. ისინი მორჩილებას ირჩევენ, თუ ეს მათ გეგმებში შედის. მათ წარმოდგენას არ აქვთ, რომ ამჟამად ურჯულოებაში ცხოვრობენ. ჩემ დასამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ დღეს ასეთია მრავალი მაღიარებელი ქრისტიანის მდგომარეობა. მეორე მიზეზი, რის გამოც დარწმუნებული ვართ, რომ იესო სწორედ ეკლესიაზე საუბრობდა, გახლავთ კიდევ ერთი ფრაზა. ბოლომდე მონთმენი გადარჩება. ასპარეზობა რომ დაასრულოთ, ჯერ უნდა დაიწყოთ. ურწმუნოებს არც დაუწყიათ ქრისტიანული რბოლა. სიცრუის ელდა და აგონია. როცა იესო და მისი მოციქულები ხალხს უკანასკნელ ჟამზე ელაპარაკებოდნენ, არაერთი გაფრთხილება ვიპოვეთ იმ დროისთვის დამახასიათებელი განსაზღვრების სიცრუის წინააღმდეგ. სიცრუის ფართოდ გავრცელება ცოდვის უმთავრესი მნიშვნელობის არასწორი გაგების შედეგია. ეს დიდად არ განსხვავდებოდა ჩემი აზროვნების მასშტაბისგან, ჩემს დასთან დაკავშირებით. ელდა მეცა როცა სახლში მოვედი და მკვდარი დამხვდა, რადგან მისი ავადმყოფობის ფაქტი სერიოზულად არ მიმიღია. ეს ერთ გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს მქონდა. ლოცვისას გამომაფხიზლებელი სულიერი ხედვა მივიღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება და მსახურება შეცვალა. უამრავი ხალხი ვიხილე, იმდენად ბევრი რომ ადრე არასოდეს მენახა. ისინი ზეცის კარიბჭესთან იდგნენ შესასვლელად გამზადებულები
და ელოდებოდნენ, როდის იტყოდა ბატონი. მოდით მამა ჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთი სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. მათეს 25 თავის 34 მუხლი. ამის ნაცვლად გაიგონეს უფლის ხმა, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. მათ სახეებზე საშინელი ელდა, ტანჯვა და თავზარდაცემა აღიწერა. მართლაც სჯეროდათ, რომ ზეცა მათი ხვედრი იყო, ვინაიდან იესოს უფლებასა და თავიანთ ქრისტიანობას აღიარებდნენ. თუმცა ცოდვის ნამდვილი მნიშვნელობის არაფერი გაეგებოდათ. ზეცა კი სურდათ, მაგრამ მამა ღმერთის ნების მორჩილებით შესრულების მოშურნეობა აკლდათ. ღმერთი ეძებს შვილებს, რომელთა გულებიც მის მორჩილებაში სიარულს მოწყურებულია. ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, მისი ნების შესრულება უნდა გვახარებდეს იმის მიუხედავად, ჩვენი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება. ცხოვრების ბოლოს მორჩილებით მიღებული წარმატებისა და ურჩობით გამოწვეული სირთულეებით ახსავსე სოლომონის ბაგიდან მარადიული სიბრძნე ამოიფრქვა. ის მინე ყოველივე ამის დასკვნა, გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის. ეკლესიასტეს მე-12 თავის მე-13 მუხლი. მათეს სახარების მე-7 თავის 23 მუხლის მთლიანი მუხლი აცხადებს. მაშინ მე განვუცხადებ მათ. არასოდეს მიცვნი ხართ თქვენ, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. ალბათ ზოგიერთი ჩათვლის, რომ ეს წინადადება მორწმუნეებს არ მიესადაგება, რადგან იესომ მათ ასე უთხრა: არასოდეს მიცვნი ხართ თქვენ. გაიხსენეთ, რომ მორწმუნეებს არ შეუძლიათ დემონების განდევნა იესოს სახელით. იესოს ნათქვამში არასოდეს მიცვნი ხართ მნიშვნელოვანია აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვის გინოსკოს განხილვა, რომელიც ახალ აღთქმაში მამაკაცსა და ქალს შორის ინტიმურ ურთიერთობას აღწერს. მათეს პირველი თავის 25 მუხლი. სიტყვა ძალზე ახლო კავშირზე მიანიშნებს. რეალურად იესო ამბობს: მე ახლოს არასოდეს გიცნობდით. პირველი კორინთელთა მიმართ წერილის მერვე თავის მე-3 მუხლში ვკითხულობთ: ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან. აქ თარგმნილია იგივე ბერძნული სიტყვა გინოსკო. ღმერთი ძალზე ახლოს იცნობს მათ, ვისაც იგი უყვარს. მისი მოყვარულები არიან ადამიანები, რომლებიც მის ძალაუფლებას ექვემდებარებიან და მის სიტყვას ემორჩილებიან. იესომ თქვა: ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. იოანეს მე-14 თავის 24 მუხლი.